მეგობრებო, ჩემო ქართველებო, ჩვენ ყველა მოვისმინეთ ბატონი პრემიერის გამოსვლა დღევანდელი, რომელმაც გვახარა, რომ ძალიან კარგი პროექტი კეთდება თურმე არაბული ინვესტიციის სახით. თუკი დღემდე გაყიდული არის 60,000 ბინა უცხოელებზე, რის შედეგადაც პრაქტიკულად ქალაქი ქალაქს აღარ გავს და ქართული სული კვდება. მხოლოდ 16,000 ბინა იყიდებაო უცხოელებზეო და ქართველებსაც შეიძლება ტყიდვაო. ჩემო მეგობრებო, ასეთი კომპაქტური დასახლება თავისი შენობებით და ასე შემდგომ და ყველაფრიანად, ამას ნიშნავს, რომ არაბები აქ აშენებენ ციხესიმაგრეს. მეგობრებო, უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეგ საზოგადოება არის კაცრად დისციპლინირებული საზოგადოება. რელიგიური თვალსაზრისით, თუნდაც ეგ ხალხი პირდაპირ უსიტყვოდ ემორჩილებიან თავის წინამძღვრებს. გავითვალისწინოთ ეს გარემოება. მათი დღევანდელი სიწყნარე განპირობებული არის იმით, რომ ელოდებიან მომენტს. როგორც კი მათ ექნებათ აქ ციხესიმაგრეები, თანამედროვე ციხესიმაგრეები, თან ორი ერთდროულად ერთი დედაქალაქთან და ერთი შავი ზღვისპირეთზე, იქ ზღვაზე გასასვლელი, ისინი უკვე დაიწყებენ მოქმედებას ერთიანად, ერთობლივად და არ არის გამორიცხული, რომ ერთ ღამეში ან მაქსიმუმ ერთ ღამეში მთლიანად ძალაუფლება დაიკავონ, ან თანდათანობით, ნელა-ნელა, როდესაც ამდენი მდიდარი არაბი შემოვა, უცხოელი იქნება შემოვა და დანარჩენი მიწები, რომლებიც არის სოფლებში, რაიონებში უპატრონოდ მიტოვებული, მათ ყიდვას რო დაიწყებენ. ფიქრობთ, ჩემო ქართველებო, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. სინამდვილეში ახლა მე მაქვს ერთი კითხვა. ეს პროექტი ხო იყო გასაიდუმლოებული. რატო ალაპარაკდა ბატონი პრემიერი? საიდუმლოებას ამბობს? იმიტომ ხომ არ ალაპარაკდა, რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ და ვამხილეთ ეს ხელისუფლება სამშობლოს ღალატში, ანუ ქართული მიწა-წყლის გაყიდვაში და უცხოელებზე გადაცემაში. მაგის გამო ხომ არ ალაპარაკდა. და ამ ალაპარაკების მიზანი მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ საკუთარი ამორჩეველი ასე დაამშვიდოს და აწყნაროს და შეაგუოს, რომ თვითონ ყველაფერი კარგი არის და ასე და ასე შემდგომ. ამის გამო ხომ არ ალაპარაკდა, მეგობრებო. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, სულ ცოტა დაფიქრებაა საჭირო, ჩემო ქართველებო, რომ გავაცნობიეროთ, რა საფრთხე ელოდება ჩვენ შვილსა და მომავალს. შესაძლებელია ჩემ თაობასაც კი ისე სწრაფად მოხდეს ყველაფერი, რომ ჩემ თაობასაც კი სერიოზული პრობლემები შეექმნას და მით უმეტეს ჩვენ შვილსა და მომავალს განსაკუთრებული პრობლემები შეექმნას. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, ჩემო ძვირფასებო, უნდა შევძლოთ ამის გაცნობიერება, უნდა დავფიქრდეთ, ცოტა ხანს უნდა დავანებოთ თავი მარტო ჭამაზე ფიქრს, რა ვჭამოთ, რა ვსვათ და რა ჩავიცვათ, ცოტა ხანი დავანებოთ თავი მარტო ამაზე ფიქრს და დავფიქრდეთ, რა ელოდება ჩვენ შვილსა და მომავალს ამ შემთხვევაში. ხშირად ამბობ, ღმერთი არ გაგვწირავს, ღვთისმშობელი დაგვიფარავს, წმინდა გიორგი დაგვიცავს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ვიბრძოლებთ, თუკი ჩვენ სათქმელს ვიტყვით, თუკი ჩვენ მოვინდომებთ იმას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არ გახდეს შეურაცხყოფილი და დაკარგული. რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა სველი ჯარისკაცები დაძინებულები. ამ შემთხვევაში არანაირი შეწევნა არ გვექნება. შეწევნა გავიხსენოთ, როდის არის ხოლმე, როდესაც ქართველი იბრძოდა, მაშინ იყო შეწევნა. ასე რომ მოქმედება და მოქმედება. წმინდა ელია მართალის სიტყვებიც ასე ხო გვასწავლეს, ჩვენი დიდი წმინდანები და მამები ზუსტად ამას გვასწავლეს. მოქმედება და მოქმედება. ასე რომ მეგობრებო, გელოდებით 7 დეკემბერს 16 საათზე რუსთაველზე. ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ, ჩემო ქართველებო, რომ საქართველოს სიკვდილს არ შევეგუებით. ეს არის სათქმელი, მეგობრებო, აუცილებლად. ღმერთმა მიმადლოს ქართველ
ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და ღმერთმა შეაყვაროს ქართველს საქართველო.